მეტი სიახლე, მეტი სასიამოვნო ურთიერთობა, მეტი დადებითი ემოცია და რა თქმა უნდა, მეტი ჯაჯომანია. რადიო იმედის ეთერშია რჩეულების სახალხო შოუ 17 ქალბატონებო და ბატონებო. თქვენ წინაშეა გია ჯაჯანიძის ჭრელი პარასკევი. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, Facebook გვერდის მაყურებელო და ტელემ მაყურებელო. პარასკევია და მე გია ჯაჯანიძე. მოკლედ, ისეთი ბედნიერი ვარ, აი ვერ წარმოიდგენთ. ნუ გაგიკვირდება ჩემი ბედნიერების მიზეზი, იმიტომ რომ ჩემთვის სიცოცხლეა ბედნიერება და რახან უკვე ვლაპარაკობ, ეს არის ბედნიერება და მოდით, თქვენც იყავით ბედნიერები. არაჩვეულებრივი სტუმრები მყავს. მოკლედ თქვენ ეკა გუჯაბიძეს იცნობთ, ჩვენი სტუმარი იყო, რომელმაც მოგვიყვა საოცარი სიყვარულის ისტორია და ისეთი ნიუანსები მოყვა, რომ მე აუცილებლად სხვა რაკურსშიც უნდა დავპატეშო და ბატონი ილია, ქალბატონი ეკას მეუღლე. ილიას გვარი არის ილავალა. სორია, ხო? მოკლედ, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მოხვედით ჩემთან სტუმრად. ეხლა მე ერთ რამეს გეტყვით. მიზეზი, მიუხედავად იმისა, რომ დაახლოებით ვიცი თქვენი სიყვარულის ისტორია, მე მიყვარს და ყოველთვის ვეძებ რესპონდენტებს, რომლებიც არიან ბედნიერები. მე მჯერა ნამდვილად ასეა, აი ეს ორი ბედნიერი წყვილი, თან დამატებული მეც ბედნიერი ვარ, აი პირდაპირ ენერგეტიკა მიდის რადიოში, Facebook-ზე და ტელევიზიით. ნამდვილად. როგორ ხარ ილია? კარგად, ძალიან კარგად, მადლობთ. დიდი ხანია საქართველოში არ ჩამოხვედი, ხო? წასული იყავი. კი. რა მაინტერესებს? პირველად რო ჩამოხვედი საქართველოში, რა იყო? როგორ მოგეწონა? მე როდის მოვიდა ის ფებრუარი მე მგონი, ხო? Danchiva იყო. სიცივე იყო? კი. და ცოტა ახლოს მოდი მიკროფონთან. კი. და ჩვანე ვერ ნახე მე. მწვანე ვერ ნახე. სიმწვანე. ხო. და რატო ესე? და მე გაიგო, ხო, ის არის ცივი როცა არის? და მწვანე არა. ჩვანე იქნება მე. ეგოდება სიმწვანე, რადგან იცოდა რომ საქართველოს ძალიან მწვანე იყო. ინდოეთში არ არის, ხო ესე? სუსი მწვანეა? ჩვენი არა. არის ასე ცივი არა. არის ჩვანე. მაშინ აქავიჩი როგორია? როდის ცივის დროს მოდის ფილესტილემე. ფოთლები, ხეები. ხო, ისინი ყველა არ იქნება ხეში. და ინდოეთში იქნება ქვიტელი და მე მოდის ჩქარა მოდის, ხო? ის არის ცოტა დრო ჭირდება, მე მგონი თვეს ნახევარი მე მგონი ჭირდება აქ. არა, მეორე არის ჰაერი არის სუფთა ჰაერი, ხო? ის მე მოგწონს, ხო? ეხლა მე ვიყავი ინდოეთში, გუშინ ჩამოვედი. აი რო ჩამოვედი და ჩავისუნთქე ჰაერი, აი საოცარი ჰაერია საქართველოში. მაგრამ მე ძალიან მომწონს ინდოეთი. თავისი ფერებით, ხალხი, ძალიან სტუმართმოყვარეები არიან, გიღიმიან, აი ძალიან კარგად მე მომეწონა როგორ ვაჭრობენ, მე მიყვარს ვაჭრობა. და ნუ რა თქმა უნდა ვნახეთ ეს საოცარი ძეგლები, რომელიც ნუ აი აღფრთოვანებული. სხვათა შორის მე მესამედ ვიყავი. ერთხელ გადაცემა გავაკეთე სხვა რაკურსისთვის. და ნუ ერთი სიტყვით ამ შემთხვევაში ეხლა ვცვლით ემოციებს, მე კიდე მინდა წავიდე. კიდე მინდა წავიდე და კიდე მინდა დავიღალო. ეკა რა მაინტერესებს იცით?
დიდი დრო არ ჩამოვიდა ილია. რამდენი ხანი იყავი ილიას გარეშე აქ? სადღაც 6 თვე. 6 თვე? არ გენატრებოდათ ერთმანეთი? არა, ის არის სიყვარული. ეს არის სიყვარული. როგორ არ გვენატრებოდა? მაგრამ ეხა ისეთ არის საშუალება ტელეფონით რომ უყურობდით და ეს ცოტა უფრო ანელებს ამ მონაცემს. ილია ძალიან მინდა გაიხსენო, აი შენ რაღაცას აკეთებ, რაღაცა შენთვის ცხოვრობ და აი პირველად დაინახე ეკა. აი დაინახე. რა მოხდა? უჩი როგორია ენერგია, პოზიტივ ენერგია, როგორ უნდა ვთქარი? ხო, კარგად ამბობ, პოზიტიური ენერგია. ხო, ის მოვიდა. მე არ ვიცი, მე თვითონ პატარადან ვარ, მე საათმე ჩახვალ, ადამიან ნახოთ, მე პირდაპირ ვიცი ის პოზიტივ ენერგია, ის ნეგატივ ენერგია გრძნობ, ხო? ნიოტო. გრძნობს. როდესაც პირველად შეხედავს ადამიანს ენერგიას. ხო. იცოდი რომ ქართველი იყო თუ არა? არ ვიცი. არ იცოდი. არ ვიცი. ხო. მე ახლა მე არ ვიცი საქართველოს საერთოდ. აჰა. მე ვიცი მარტო რუსია, ევროპი, თურქია, არმენია იცოდა, გიორგი არ იცოდა. არ იცოდა. არ იცოდა. მე არ ვიცი ახლა არ ვიცი როგორ უნდა ვთქარი ახლა ჩემი გული არ ვთქარი ახლა ჩემი ტვინი არ ვთქარი ახლა კი ეს არის შეგიყვარდა უცბად და ვთქარი პირდაპირ მე მგონი ხო პირდაპირ არაო აბარა არაო მე რაკენი ანა მაშინ მე უკან მიდის ახლა აჰა სავალ უკან გავიქეთ ეს რაღაცა ბევრი რაღაცა ვიცი ახლა როგორ ხო მე ერთი არ მოგჩონს ის დრო სიგარა არის აი მე სიგარეტს ეწეოდი კი ალა ისეთი მე არ მოგჩონს ეს მარტო ეს ერთი ხო დაიძადე როგორ უთხარ ახლა მაჩუკე მე მაჩუკე ეს ასრე პირველი საჩუკარი იყო საფერფლე რაჭკვიანია სიგარეტი და მითხარი ესა მაჩუკე ხო არ მოგწონს ის მოგიჩქა მე როდის მე ორივე ერთად იყო მე ის საჩუკე ხო იმიტომ ვთქარ შენ ვქოხარ მე ის არის ჩემი გული და ფიქრობ შენ სიგარეტს ესე გაგებინე დედა რაჭკვიანი ყოფილა შეხედე ძალიან და რა მარტო და დაანება ხო ხო ჩემისთვის დაანება რა ჩუქე რო დაანება თავი შვილი უკრე მარტო შვილი არა როგორ ახლა მე იქნება შენ ცოლი ხო ქმარი მე ვარ საჩუქარი შენ ხარ საჩუქარი ხო ნამდვილად აბა ახლა მე როგორ გაიგახლა არც დედიკო არიცი არც მამიკო არიცი შენ ხო ახლა მე ძალიან გაბრაზდა ახლა ის ახლა მარტო მე არ მოგჩონს ის არის სიგარა ის სუნი არ მოგჩონს მე ახლა სუნი არ და დაჩერი ყველაფერი მოგწონს ილია რამდენი წლის იყავი ის დრო ხო აი რო გაიცანი 30-ის არა 28 წლის კი 28 მანამდე ყავდა შეყვარებული მე ხო არა დედა ხედავ შენ მე ფლაკნო პლატონურად უჩურგორია სიყვარული ახლა არ ვიცი ახლა კულტურა თუ თქვა ახლა მე ახლა როდის მე კრიპში ჩახვალ ჩემი მამიკო მაგაჩები უთხარი
მამიკოს მაკაცებს უთხარი რომ ეკა შეგიყვარდა. არა, შენ ჩახვალ იქით? ხო. არ მოიგო ჩოლი. მოდი აქა. მე ესე იგი, წავიდა კვიპროსში. მის მამამის ბიძებმა უთხრეს, იქ ცოტა ეს ტრადიციული ისე რომ შენ როდესაც წახვალ ხა ევროპაში, იქიდან ცოლი არ ჩამოიყვანო. უცხოელი ცოლი არ ჩამოიყვანო. ხო. არა, ესე მოვიდა. მაგრამ მოხდა ის რომ წაიყვანა უცხოელი გოგო. რა თქვა დედამ და მამამ? არა უთხარი. როდის უთხარი? ხო. არაო. და ეკას დედიკომ მამიკო უთხარი? არა. პირველად. მე რო ნახა დედიკომ და მამიკომ ეკა? არა. როდის კი უთხარი მე ნახე. ხო და რო ნახეს რა თქვეს? მე ნახე საკე 100% ნახე ცოტა ზნელია. ეს ეკას დედიკომ და მამიკო? ხო. მე ვიცი ცოტა ზნელია. ხო. პირველად ნახე. ხო. და მე ლაპარაკე, მე ურთიერთობაში რო შევიდნენ. ერთად ვინ არის დედიკო მამიკოს და ვიცი და ვინ არის მე უყვარს ერთად. შეგიყვარდათ ერთმანეთს. დედიკომ და მამიკომ, შენმა დედიკომ და მამიკომ რა თქვეს ეკა რო დაინახეს? პირველად ნახე და ჩაიხუთი. ძალიან თბილი ხო. ენაები არიჩი და მაშინ მარტო ხელებით და ემოციებით და ინგლისურად. სულ სოფელი მას უყვარს ეკა. ჩვენ სოფელს უყვარს ეკაო. კორჩილი არის ქვალ დღეს მოვიდა. აჰა. და ყველა სოფელი დაველოდებით როდის ჩამოვა? და ქორწილი ინდური იყო? კი. ინდური იყო. და რა ლამაზი თული ყავდა, ხო? იქ ქორწილზე. ყველა სოფელი მოვიდა. უნდა ნახოთ რა არის ვინ არის ეს? არა, ვინ არის ეს? უნდა ვთქარი όταν παντρευτεί κόκο πώς να λένε. Რძალი. აინტერესებდა მთელ სოფელს ვინ იყო რძალი. და შენ იყავი ამაყი და მაგარი კაცი, ხო? ძალიან ზღაპრული ქორწილი გქონდა. იცი რა მაინტერესებს? აი ეკა რო ნახე. ხო შეგიყვარდა. იცოდი რომ საქართველოში ჩამოხვიდოდი. აი რასაც ფიქრობდი, ისეთი იყო საქართველო? აი როგორი გეგონა? მე ხო გამწვანდა, ხო მოვიდა ზაფხული. ხო, პირველად ეკა დედიკო მამიკო უთხარი რაღაცა საქართველოსთვის. ახლა აკა მე არაფერი არ არის. არის ცოტა არაფერი. და ესე მოვიდა მე აკა და მორტო როდის მოვიდა საქართველოს პირველად კარგით არის სუბტაერა. ის ძალიან მოგჩონს ეს მე. ხო. ძალიან მოგჩონს ახლა. მე ის ესეთი რა გინდა მითხარი? ტრადიციები? აპარტმენტს, ja. ტრადიციები არა, აპარტმენტს, ბინები, ხო. ისეთი ბინები მე ვერ ნახე სად, აი სად. აჰა. პირველად ყველა ერთად. აჰა. და და ბლოკები. ხო. და ის მე ვერ ნახე ახლა ესეთი. ის არის შემთთვის ის არის ახალი. და ის ოკეი. ლამაზი იყო რო ნახე? კი, ლამაზი იყო. და ჩვენიდან ერთად უფრო ლამაზი იყო. მწვანესთან ერთად. ილია რა მაინტერესებს იცი? ობიექტურად ოღონდ, იმიტომ კი არა რომ შენია ინდოეთი. აი რომელი ჯობია? ინდოეთი თუ საქართველო? ახლა როგორია? ინდოეთი საქართველო სუბტაერში საქართველოს მაგარია. საჭმელი ინდოეთია. მართლა? კი. იმიტომ როგორ უნდა ვთქვა ხლა, საჭმელი არის მეორე მესამე სოფელში ინდოეთია. სოფელში არის სოფლიოში. სოფლიოში, ხო. იმიტომ საჭმელი ინდოეთში აუცილებელია ეს. მაგრამ გიყვარს ქართული საჭმელები? მოგწონს? კი ბატონო, უყვარს სხვა
რომელი ზობია სხვა. ეს რომელი ჯობია და რომელი გიყვარს? ხაჭაპური გიყვარს? ყველი კი, ხაჭაპური კი ბატონო. ლობიანი უფრო უყვარს. ლობიანი უფრო უყვარს. კი. კიდე რა გიყვარს საქართველოს საჭმელები? ბაჟა. ბაჟე მეც მიყვარს. სპანახიდან გადიდიან. ბადრიჯანი ნიგოში. აჰა. და სპანახი ნიგოში. სკაია. I'm a vegetarian. ხორცს არ იწამს, ამიტომ მეც ვეგეტარიანელი ვარ. ხო. და ბევრი რაღაცები არის საქართველოში vegetarian. კი, ძალიან ბევრი. ხო. და იმიტომ კარგი საჭმელები არის. და ინდოეთში საჭმელიდან ერთად ნახეთ ინდოეთში უფრო ზემოთ იქნება, ბევრი იქნება. ხო, აი მე მაგალითად ინდოეთში მწარეა საჭმელები, მე მიყვარს ძალიან. ხო. მწარე მიყვარს. იმდენი სუპი ვჭამე, ეხლა რო ვიყავი. ხო. ძალიან მომეწონა. რაღაცა ლობიუსავით პატარა ის არის. მწვანე და თევზის соуსი, ჩახოხბილი, თევზის ოღონდ ძალიან გემრიელია. აღმოსავლეთში ეკეთებენ უფრო დასავლეთში, სამხრეთში. მე მგონი იცით რა არის, აი მე მაგალითად ქართული საჭმელები უფრო მიყვარს, მომწონს, ნუ ილიას თავისი ტრადიციული. ახლა ის მე არ ვთქარი ახლა რომელი ზობია ის არის. ის არის სოფელში უფრო მაგარი საჭმელი მოვიდა ფილიპინა. ეგ რა არის ფილიპინა? არა, მე იმას არ ვამბობ, რომ ინდური საჭმელი პირველიაო და ჯობია ის რა ქვია, ყველაზე კარგი და ცნობილი მსოფლიოში მოვიდაო ხო, ფილიპინური საჭმელი. ხო. ამას თორე იმას არ იცახის, რომ ინდური პირველია, უბრალოდ შეადარა ქართული და ინდური ის რაღაც ფილიპინები და მე ინგლისელები, მე თურქეთი. მე ინდოეთში ესე მოვიდა. და მე compared to საქართველოს და ინდოეთში I have to vote maybe slight difference I have to vote India. ილია ნახე იმის გარდა რომ დაუშვათ ნუ ეკა ქართველია ძალიან საინტერესო ადამიანია მეგობრობთ რა არის იცით აი ჩემი დაპატიჟება როცა დაგპატიჟეთ აქ რომ მოსულიყავით მე მიყვარს ყველა ადამიანი ვისაც საქართველო უყვარს და აი ესე ძალიან რომ გიყვარს საქართველო მე მინდოდა ჩემი Facebook გვერდის მაყურებელს ტელემაყურებელს ენახა როგორია ილია და ამ დროს ილია მოინათლა ილია მოინათლა სამებაში მოინათლა სანამ დაქორწინდებოდით მართლმადიდებელი ილია დიახ და ინდური სახელი რა აქვს დამოდარ რედი დამოდარ რედი საინტერესოა და ილია რატო აირჩიე მამაო თქვა თვითონ ილავალა ხო მისი გვარია ხო ილავალადან გამოყვანა ილია ხო კი გახსოვს სორია კი ხო ესე იყო დადი ხარ ტაძარში ხშირად არა მაგრამ ჩემი ბებია ორი ბებია მიდის ეკლესიაში სულ კვირა ყოველ კვირა დადიოდნენ ბებიები იყვნენ ქრისტიანები ოღონდ კათოლიკე ხო და ჩემი დედიკოს დედა ორივე ქრისტიანია ის მომწონს დედიკო და მამიკო ძალიან მომწონს აქ რა საქმიანობ ალა ჩემი პატარა ბიზნესი მაქვს ქსოვილები ბიზნესი და მე ჩემი იოგა ცენტრი იქნება და სხვა ფიქრობს კიდე ფიქრობ კი ადამიანებთან როგორ შედიხარ ურთიერთობაში არიან მეგობრულები ანუ შენს მიმართ მარტო ჩემი სინგენის მოსნებო ნათესავებთან მეგობრობს ხო და ძალიან მეგობრები მე ურთიერთობა არ მოგჩონს არ ვიჭახლა მე ესეთი დრო არა აქვს უბრალოდ იმდენი რომ ესე დრო მარტო დრო არა მე ბევრი არ ლაპარაკო ბევრს არ ლაპ
მაგრამ უნდა ისწავლო კიდე, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ძალიან რახან აი ესე შევხვდით, დიდი ხანია არ შევხვედრივართ, 7 წელი ალბათ თუ მეტი. მეტი. 2000 მაშინ არ ლაპარაკობდა, ხო? ცოტას. ცოტას ძალიან მაშინაც რაღაც ესე. 10-დან 15 კი. 15 რა 15 წელი 2010-ში 10-ში შევხვდით ერთმანეთს. და ერთი რამეა, მე მინდა მაყურებელს ახლა უთხრა, ძალიან მოკლედ მოვყვები. საერთოდ მთელი ჩემი ცხოვრება, მთელი ჩემი ფილოსოფია აგებული არის ნდობაზე. თუ ნდობა არ გაგაჩნია, თუ არ ენდობი ადამიანს, ან არ გენდობიან, ის ურთიერთობა არ არსებობს. ეჭვით, რაღაცა აი დაბნეული, თან ფიქრობ, რომ აი მეგობრობთ, ამ დროს არ გენდობი და ჩვენი ურთიერთობა დაიწყო ასე. მე შევდივარ ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც მუშაობდნენ ილია და ეკა და რაღაც საბუთზე იყო ხელი მოსაწერი. ქართველს უნდა მოეწერა ხელი. არ ვიცნობ. არაფერი არ ვიცი. არც ეკასი, არც ილიასი და მე ვუთხარი, კი, მე გაგიწევთ რეკომენდაციას და მოუწერე ხელი. ეხლა ერთ უცნაურ რაღაცას გეტყვი. ჯერ ერთი ვენდე ქართველს და მე რო შევხედე ილიას ვენდე და არ ვიცი, აი წამოვედი და ვიყავი ბედნიერი, რომ აი ესე უცხო ადამიანებს დავეხმარე. ნუ და ყველაზე საოცარი ის არის, რომ მე ამათმა არ დამკარგეს. და აი ესე გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა, მირეკავდნენ ინდოეთიდან და რო ჩამოვიდნენ, ახლა ძალიან გამიხარდა. რატომ მოვყევი ეს ისტორია? თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როცა ჩემთან აი ეს ურთიერთობები ნდობასთან, ნახეთ, თქვენც არ იცოდით, მაშინ მე არ ვიყავი არც ისე ცნობილი, მზეში მუშაობდი და თქვენც მენდეთ და მეც გენდეთ. აი ეს არის ცხოვრება. და აი ესე ვართ ბედნიერები. მოკლედ, ძალიან მიხარია, რომ ჩვენთან ხართ რადიო იმეჯში და ყოველთვის ფიქრობ ხოლმე მოვიწვიო ისეთი სტუმრები, რომლებიც გააბედნიერებენ ჩვენს გადაცემას, ჩვენს ქვეყანას. ახლა ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვისმენს და გვიყურებს და მეტი არაფერი არ არის ეს ცხოვრება, გარდა იმ სიხარულისა, რაც გვეძლევა. მოდით ახლა გავიდეთ რეკლამაზე და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და გავაგრძელებთ საუბარს.